გამარჯობათ. დღეს გვექნება საჯარო გაშლა სახელწოდებით ჩაფიქრებული სიტუაციაში. ხო, ადამიანის ნდობა შეიძლება თუ არა. ეს არის უნივერსალური სიტუაცია, შეიძლება იყოს შეყვარებული, შეიძლება იყოს ნათესავი, შეიძლება იყოს ძმაკაცი და ქალი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარი არის, რომ ჩაფიქრებულ სიტუაციაში ჩაიფიქროთ კონკრეტული ადამიანი ან სიტუაცია და რამდენად შეიძლება მისი ნდობა. პირველი ვარიანტი, მეორე, მესამე. შეხედეთ კარტებს, აირჩიეთ სასურველი ვარიანტი, ვინც არჩევა ვერ მოასწრო შეუძლია დააპაუზოთ, პირადისთვის მიკავშირდებით Facebook-ზე ან Instagram-ის გვერდზე. პირველი სიტუაცია, ჩაფიქრებული სიტუაციაში, ნდობა შეიძლება თუ არა. აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ მაინც და მაინც ბოლომდე სიტუაციური კუთხით დაეყრდნობით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიუანსი არის არსებულ სიტუაციაში, რაც გასათვალისწინებელია და გასააზრებელი არის. შესაბამისად, არსებულ სიტუაციაში არსებულ ადამიანს, მოდი ესე ვიტყვი, ხო, სურვილი ექნება, რომ ყველაფერი თავად მართოს, ყველაფერი სადავეები თვითონ დაიჭიროს ხელში. შესაბამისად, შეიძლება თქვენი მხრიდან იყოს კმაყოფილების მომენტი იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ვერ გააკონტროლოთ სიტუაციები. გეგონოთ, რომ თემაში რაღაც მომენტში ჩართული ხართ, რომ შეიძლება ეს ყველაფერი თქვენ თვალში გაიაროს, ხო, მაგრამ რეალურად ესეთი არ არის. აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ თუ მაინც გადაწყვეტ, რომ მასთან ითანამშრომლობა რაიმე სახის კავშირი გქონდეს, ყოველთვის გქონდეს შეგრძნება, რომ რაღაცა ისე ვერ არის, რომ რაღაცა მომენტში მაინც უნდა გადაამოწმანო. ბოლომდე მის ნათქვამს ყველაფერში დაიჯერებ. აი ესეთი იყო პირველი ვარიანტი. გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ჩაფიქრებულ სიტუაციაში არსებული ადამიანის ან სიტუაციის ნდობა შეიძლება თუ არა, აქ ვიტყოდი ესეთ რაღაცას, რომ ბოლომდე გამოცდილი სიტუაციის მაჩვენებელი არ არის ეს ყველაფერი, ბოლომდე გამართლებული მთლად ვერ ვიტყვი, რომ არის, იმიტომ რომ რაინდი ეს მაინც დაბალი პოზიციის მაჩვენებელი არის, ხო? თუ ესე შევხედავთ იერარქიული კუთხით, შესაბამისად, ბოლომდე გამოცდილება შეიძლება არსებულ სიტუაციაში ადამიანს ან ზოგადად სიტუაციური კუთხით არ გააჩნდეს დიდი საფუძველზე, შეიძლება იყოს ბევრი შეცდომები დაშვებული, ბოლომდე ვერ გააზრებულობა, ბოლომდე ვერ გათვალისწინება გარკვეული სიტუაციების. შესაბამისად, უფრო მეტი მუშაობა გჭირდებათ არსებულ სიტუაციის მდგომარეობაში, უფრო მეტი დაფიქრება და გააზრება ორივე მხრივ სიტუაციიდან, რას როგორ აკეთებს სწორი კუთხით. თუ ბევრი მუშაობა იქნება არსებულ საკითხთან დაკავშირებით და უფრო მეტად იქნებით ორიენტირებული, მსგავს შემთხვევაში ეტაპობრივად შეიძლება განვითარდეთ და წინ წავიდეთ სიტუაციები, მაგრამ არსებულ თემაში კომპეტენტურობა დიდად არ ჩანს. დაეყრდნობი ბოლომდე. უფრო მეტად, ასე ვთქვათ, სიტუაციას თუ ეხება ეს საქმე, ხო? ისეთ ადამიანს მიმართეთ, ვინც უფრო მეტად ჩახედულია, თუ უბრალოდ ზოგადად კომუნიკაციებს ეხება, მაშინ ვიტყოდი, რომ ბოლომდე დასაყრდენი ადამიანი ეს ნამდვილად არ არის. ანუ ყოველთვის უნდა გადაამოწმო ეს ადამიანი და მესამე ვარიანტის შემთხვევაში ჩაფიქრებული სიტუაციაში ნდობა შეიძლება თუ არა კი არას პრინციპით. აქ ვიტყოდი, რომ კი, აქ შედარებით უფრო მეტად სტაბილურობის თემა არის, ერთადერთი მომენტი რაც არის, ცოტათი შეიძლება ემოციური თემები იყოს ხოლმე არსებულ საკითხთან დაკავშირებით და ცოტა უფრო მეტი ემოციების კონტროლი დაგჭირდეს შენი მხრიდანაც, მაგრამ მთლიანობაში არსებული სიტუაციის ადამიანი იქნება თუ თემა იქნება, ნდობა შეიძლება თუ არა, ვიტყოდი, რომ კი და კი. ესეთი იყო არსებული საჯარო გაშლა, პირადისთვის დამიკავშირდით Facebook-ს ან Instagram-ის გვერდზე. ნახვამდის.